ეხლა რომ თქვა ოჯახურს ვამზადებო, ალბათ ლინჩის წესით გამასამართლებენ. ეს ოჯახური არ არისო. მაგრამ რომ თქვა ჩემს საფირმო კერძს გიზიარებ თქო, მაინც იგივებებს გავიზიარებ. ამიტომ მოდით სათაურის ნაწილს ღიას დავტოვებ. მოკლედ ზეითუნის ზეთში კარგად დაბრაზეთ ქათმის ბარკალი და ბარკლის ძირი. შეგიძლიათ ფილეთიც მოამზადოთ. სანამ ქათმის ხორცი იწვება, დავჭრათ ყველაფერი. ქამასოკო დაჭერით მეოთხედებად, ნახევარგოლებად დაჭერით ხახვი, გაჭრილდეთ ნიორი, ასევე კუებად დაჭერით წითელი და მწვანე ბულგარული, წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და ოხრახუში. შემდეგ მოამზადეთ კარტოფილი და ასევე დაჭერით პომიდორის ჩირი. ეს ინგრედიენტი მასხად არ აიგდოთ. ძალიან უხდება და ძალიან გემრიელია. შემდეგ ისევ ზეითუნის ზეთში მოხრაკეთ სოკო და ხახვი. ცოტა ხანში დავამატეთ უცხოსუნელი და ქინძი, ასევე ნიორი. გადაურიეთ და ყველაფერი კარგად რომ მოიხრაკება, გადაიტანეთ ცალკე თასში. იმავე ტაფაზე მოასხეთ ზეითუნის ზეთი და გადაიტანეთ კარტოფილი. მოაყარეთ მარილი, პაპრიკა, აჯიკა და შავი პილპილი. სანამ კარტოფილი იწვება, ქათმის ხორცს მოაწილეთ ძვლები. შემდეგ კარტოფილს დავამატეთ ბულგარული და სოკო. 3-4 წუთში ბულგარულის დარბილდება და დავამატეთ ქათმის ხორცი, პომიდორის ჩირი, მწვანილები და მარილი. ამოურიეთ და კი იცით რა უნდა ქნათ. ძალიან უხდება ტყემალი, მეტ კულცხარეს სოუსზე ვგიჟდები და თონის პური. გემრიელად მიირთვით.